ჩვენი ადამიანი ობობა იღვიძებს თავისივე Excel-ში და მე ვარდება და ორგანულ Excel-ს უშვებს ხელიდან, რომ იცოდეთ, ეს პირველად გამოიყენა Sam Raimi ფილმში და ეს არ მომხდარა კომიქსებში ორგანული Excel-ი, ამის გამო კომიქსები გახდნენ იზოლებული, რომ ისტორია მოიფიქრებინათ, სადაც მოიფიქრეს ისტორია, ის გადაიქცევა ურჩხულად და მე ეს თავისივე ურჩხულის მოწინან დაებადება ხელთავიდან და ის იქნება upgrade-ი იქნება, ასე რომ ვთქვა, ძალიან ძლიერი იქნება. და მას ძალიან ბევრი სუპერძალები მოემატება, ღამის ხედვა და სხვა მრავალი და აი აქ კადრებში აჩვენებენ რომ მას თვალები უშავდება, სავარაუდოდ ის მონსტრად კერ გადაიქცევა, აქ უკვე upgrade-ია, ასე რომ ვთქვა, კინოსამყარო ცოტა სულ განსხვავდება კომიქსებისგან და სავარაუდოდ მიფიქრობ ეს არის მხოლოდ ღამის ხედვა და არა 6 ხელიან ურჩხულად გადაქცევა. ძალიან ბევრი თეორიები მოყვებოდა თუ ვის როლს ითამაშებდა Sadie Sink-ი და სავარაუდოდ უმრავლესობა ვთქვათ იმაზე რომ ის ითამაშებს 90% Jean Grey-ის როლს. ტრეილერი რო ჩავხდე, მეც უყურებდი ფაქტიურად იმას რომ მე ეს Bruce Banner-ი რატო გახდა ესევე დოქტორი ჰალკის მერე, მაგრამ სულ დამავიწყდა ქალი ჰალკის სერიალი რომ გადაიღეს, ზუსტად იგვაჩვენებენ რომ მას რაღაც ხელსაწყო აქვს ხელზე და ტრეილერში ჩანს ეს, რომელიც მას დროებით აბრუნებს ადამიანის სხეულში. Spider-Man-ი ჯერ ესეთი კატანას ტეხავს და ესე იგი მისი ორგანული Excel-ი ძალიან ძლიერია, მაგრამ აი ბოლოში რომ არის, ხო იცით, ზევიდან ნინძებისკენ რომ მიექანება რა, საჩხუბრად. აი ამ მომენტში თუ გასულთ წინა ფილმებში, სადაც სამივე Spider-Man-ი მონაწილეობდა, ტრეილერში ჩვენ გვაჩვენეს ერთი Spider-Man-ი, რომელიც ნიუ-იორკის თავისუფლების ძეგლთან მიექანებოდა საჩხუბრად და ფილმში ჩვენ მივიღეთ სამივე Spider-Man-ი. თეორიაა ეს, არა რეალობა, რომ იცოდეთ, ანუ არა მოაბათ ამას რომ მე ამას ვამტკიცებ. სავარაუდოდ აქაც იგივე მომენტი ხომ არ არის გამოყენებული და Spider-Man-ი როცა ხდება ნინძების საწინააღმდეგოდ შეიძლება ჩვენ მივიღოთ Miles Morales-ი ამ ფილმში თქვა, ესე ფიქრობ, ხო არ დამალეს ის კადრის მიღმა თქო, ჭორებია, სადაც იძახიან რომ Sony Studios სავარაუდოდ ჩუმი თათბირები აქვს რომ Miles Morales-ზე უნდა რომ კინოეკრანიზაცია გააკეთოს. დიდი მადლობა რომ ბოლომდე მიყურე და მომავალ შეხვედრამდე.